მოგესალმებით. აი, ისეთი მაგარი რაღაც ნახე, უეჭველნა განაკვეთ. ეხლა ვარ წყნეთში, დაგმოვაჩინე, აი ესეთი უნიკალური, განსხვავებული, რაც თავარია საქართველოში, კონცეფცია უფრო ჯერ ვიდრე შეშა. ნახეთ, მოდიხართ, იგებ შეშას, რაც გის 15 ლარი, არის აქ კიდევ გრილზე შესაწვავია, ნახშირიც არის და შამფურებიც არის. რაც ყველაზე მაგრა მომეწონა მე პირადად, ეს ყველაფერი შეგიძლიათ აიღოთ, გადარიცხავთ ახალს და იგებ და მიიგავს. ანუ რამ გამაუცა, რომ საქართველოში ესეთი რაღაც მე არ მინახე, რომ მიხვიდე, გამყიდველი არ არის. მობილური ტური ცხავ იგებ რასაც გინდა და მიდიხარ. ძალიან კომფორტულია მარტო დამეთანხმ. მე მგონი თქვენს გაინტერესებთ რა შეშა, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი არის შეშები, რასაც კარგი ნაკურჩქალი არ აქვს და ნუ ელემენტარულად წვაც ვერ წოვს. თქვენთან ერთად გავესაუბრები რა შეშაა. 599 613 613 24/7-ზე ყოფილი. გამარჯობა. ჩვენი შეშა გისმენთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ უნიკალური რაღაც გაიკეთებიათ საქართველოში. ესეთი რაღაც მართლა არ მინახია. პირველ რიგში წარმატებები. რა შეშა არის ეს თვითონ, ანუ ნაკურჩქლის მაინტერესებს. ეს არის იმპორტირებული შეშა, საწარმოში გამომშრალი არყის ხე. კაი ნაკურჩქალია, ხო არყის? კი, სამეფო შეშას ეძახიან, რადგან აქვს სტაბილური წვა, სასიამოვნო სურნელი აქვს და შეთვის შემთხვევაში ძალიან არომატულია თვითონ ხორციც. ერთი შეკვრა რამდენ შეწავს თქვენი აზრით? დაახლოებით წვავს 3-4 კილო სამწვანს. ვიდეოს ვიგებ და თან ვიწერ და პრობლემა ხო არ არის? არა, რა თქმა უნდა. არა, აბა მადლობა დიდი. კიდევ ერთხელ წარმატებები ვიცეს მოიგონათ. სიტყვა თქვა რომ აი ესეთი რაღაც შეიძლება საქართველოში გაკეთდეს. აბა მე კიდევ წავედი. აი წვათ შეწვა.